გამარჯობათ მეგობრებო, მოგესალმებით. მოკლედ, ამ საღამოს რამოდენიმე საათში თბილისის დროით 9 საათზე ჩემს YouTube-ის არხზე მექნება ტრანსლაცია არჩიბალდ მეკეშთან ერთად ვისაუბრებთ ძირითადად სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებზე და ამ პრობლემებიდან გამოწვეულ რეალობაზე და საერთოდ რამ შექმნა ეს ყველაფერი თავისთავად არა მარტო ეკონომიკაზე იქნება. ძალიან საინტერესო საუბარი იქნება. არ მინდა ახლა კომენტარებში გამოვყვე ის მემარჯვენია, შენ მემარცხენია. საქართველოში რაც ყველაზე მეტად არ უყვართ, ესა სიმართლე და ეს ბიჭი ლაპარაკობს სიმართლეს. და იბრძვის იმისთვის, რაზეც ხმას არ იღებს 100% ქართული პოლიტიკური სპექტრის და ახალგაზრდები მით უმეტეს. ამიტომ ჭირდება ესეთი თემების განხილვა საზოგადოებას და ზოგადად ახლა პიროვნულად მე არ ვიცნობ ამ ადამიანს დიდი ხანია, მაგრამ ადამიანი რომელიც ასე უანგაროდ დაუდგება ამ საკითხს და იქნება ამ ყველაფრის მიმართ ესეთი ხედვა თუ არა, გემრიელად შეეძლო ეცხოვრა რომელიმე NGO-ში და ასე შემდეგ, ის ადამიანი, ცუდი ადამიანი არ არის და რათაც მეტი იქნება ასეთები საქართველოში, მით მეტი კარგი. და მით უფრო უკეთესი და არა ესეთი სახელმწიფო ბლოგერები თუ საოპოზიციო ბლოგერები, რომ ჩაკეტილი რო აქვს, რა ქვია, აზროვნებ. Ну, მოკლედ ეს საღამოისკენ მანამდე მინდა უბრალოდ გამოვეხმაურო, გუშინ დებატები ყოფილა რუსთავი 2-ის ეთერში. ხო, და რუსთავი 2-ის ეთერში თურმე ყოფილან მიწვეული ხელისუფლება ოპოზიციის ხალხი რა, ჯერ დებატები იმას ქვია და მერე და მეორე ის თავისი ნარჩევის სასტავი რო ყავთ, ეს ოცნება რო არის, ესა რა ქვია, ხელისუფლება და ოპოზიციაში როა ხუინდრავა, ან ხალხის ძალა რო ყავთ ოპოზიციაში, ან მათ მიერ შექმნილი გირჩი. Ну, ყველანაირად რო 100%-იან იმაზე რო უნდა გავიდნენ, ესე იგი, ფონს უნდა გავიდნენ, რომ ეს უხერხულ კითხვებში არ ჩავარდეს ხელისუფლება. და თუ ეყოლებათ მათ მიერ შექმნილი მარგინალური ჯგუფი. მაგრამ სიმართლე იმიტომ არის თვალისწინათლე და იმიტომ არის სამართლიანობა და ქმნა მართლისა სამართლისა ხეშსა შეიქმს ხმელსა ნედლათო. აი ესე დროსაც რა გამოჩნდება ამათი ყალბი ხუხულა, რას წარმოადგენს ხელისუფლება ოპოზიციის და აი მინდა ამ ხუინდრავას უთხრა, ბიჭო, სირცხვილი რო არა გაქვს, ნამუსი რო არა გაქვს, უთავმოყვარეო რო ხარ და ერის მოღალატე ნაბოზვარი რო ხარ, ყველა პროპკას მორგებული ამაზე ლაპარაკი. ნიჟელი ბიჭო, რაღაცნაირად თუნდაც შენ არა გაქვს სირცხვლის გზნობა, მაგრამ შთამომავლობის მიმართ, ბიჭო, ხალხი ამდენს დედას გაგინებს, რაც გაქვს ჩადენილი, არავის უპატიებია, არც არასდროს არ გაპატიებს და თქვენს მიერ შექმნილი ოპოზიციაც კი წამოგაძახებს რა ნაბიჭვარი იყავ. და იქ გირჩის ესა ერთი ახალგაზრდა აქტივი არის, ცოტნე ქვია, მქონია ერთხელ გადაკვეთა მაშინ საქართველოში, როდესაც ვიყავი, ბავშვი იყო, მაშინ და ახლაც არა, დიდი სიმართლე გითხრა. მან დაუსვა ესეთი კითხვა. ბატონო გოგა ხუინდრავაო. აი ესეთი წამოაძახა ისტორიიდან, რომ შენო სალომე ზურაბიშვილსო მიადექიო, ესო რა ქვია, ყვავილებითო და ზვიად გამსახურდიასო მიადექიო იარაღითო. გახსენა რა თავისი წარსული და ესო პირველ პრეზიდენტსო იარაღით მიადექი და მეხუთე პრეზიდენტსო ყვავილებითო და ნუ ეს როგორ გავიგოთო და ნუ რა თქმა უნდა ხუინდრავამ დაიწყო თავისებური ისა რა ქვია თავისი ჩასვლილის გაწმენდა და ყველაზე მეტად ის დაახეთქა, რომ თურმე ზვიად გამსახურდიაო, არ იყო პირველი პრეზიდენტიო ჯერ ერთიო ნოე ჟორდანია იყო. ისე შენი დედა შევეცი ხუინდრავა. ისე მოგიტყან გამზდელი, რამდენი ნოე ჟორდანია საქართველოს პრეზიდენტი არ ყოფილა, ის იყო მთავრობის თავმჯდომარე და არაფერი შეხება არ ჰქონდა იმას პრეზიდენტობასთან და რამდენად კანონიერად იყო, კიდე არჩეული და როგორ ჩატარდა, ის ცალკე საკითხია. პირველი და ერთადერთი დღესდღეობით და კანონიერი პრეზიდენტი ქვეყანას ყავდა ზვიად გამსახურდია. არა ისტობის, არა იზმობის და არა რამის გამო. ის არჩევნები იყო ყველაზე სამართლიანი
ის არჩევნები იყო ყველაზე კანონიერი და იმ არჩევნებში პირველი პრეზიდენტი, რასაც ქვია, იყო საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია და ეს ბოზიშვილი რო კითხო, რომ ეს რა ქვია, თავისი განათლებით და იმით ნამინისტრალია და რა ვიცი 1000 გადანახტომია და რეჟისორია, ვითომ ამდენი არ იცის, ამდენი ყველაფერი კარგად იცის, მაგრამ ბოზიშვილია. საფლავშიც არ მოასვენებთ ამათ თავისი ჩადენილი ცოდვა და უსინდისობა, რაც ზვიად გამსახურდიას გაუკეთეს და რაც ეროვნულ მოძრაობას და საქართველოს რაც გაუკეთეს ამ ბოზიშვილებმა ამათმა. და ამიტომ არის, ამიტომ მკვდარსაც კი ებრძვიან და მით უმეტეს ახლა მკვდარი შეცდომებს აღარ დაუშვებს და განსაკუთრებულად ამიტომ აქვს მიცვალებულზე ესეთი დამოკიდებულება. და ის თურმე იქ არ ყოფილა ახლა ეგ ბებიშენის წაბლატ რაკმა აგერ დავდევი ვიდეო 28-დან დაიწყო პუჩი დაგადატრიალებაო და იქ იყავი და წიოდი და კიოდი და 1000 უბედურებებს ატრიალებდი ჯერ თბილისში და მე აფხაზეთში სოხუმში და რა რეებს სამეგრელოში რასაკეთებდი შენი გამზდელი მოვტყან მეგრული გვარი მაინც არ თქონს მაგრამ შენ არც ხაინდრავა ხარ და არც ქართველი ხარ და იქნები ვიღაცა ნაბიჭვარი ან ნათურქალი ან ნარაბალი იმიტოა რომ საქართველოსზე გული არ შეგტკივა სისხლით და ხორცით შენი დამსმელი მოვტყან მე და შენზე აი ეს არის კოლექტიური ქოცები აი ხალხო რატო გეუბნებით იცი ეს არის ქოცების კოლექტიური ხვინდრავები არიან ქოცები ამათვის არაფერს მნიშვნელობა არ აქვს ასვი აჭამე ფული მიეცი და თავზე დაასაქმე თუ გინდა აი არაფერი სინდის დამუსი ამათ არა ეხლა რა შეეხება იმ ცოტნეს ერთი რაღაცა მინდა უთხრა რა აზრი არ აქვს მაგათთან ლაპარაკს მაგრამ ჯო იმას ყვავილებით რომ ყვავილებით მიადგა მაგი ყველას ყვავილებით მიადგა შევარდნაძეს ყვავილებით მიადგა სააკაშვილს ყვავილებით მიადგა ივანიშვილს ყვავილებით მიადგა მარგველაშვილს ყვავილებით მიადგა სალომე ზურაბიშვილს და იძახოდა რომ აიო ჩვენიო გმირებისო შთამომავალი არისო აიო გმირების შთამომავალი არისო და გმირი წინაპრებისო და იქნება ევროპაო იქნებაო აღმშენებლობაო ეს ხალი ევროპელი პრეზიდენტიო და ასე შემდეგო და მე როდესაც აღარ მოეწონა სალომე ზურაბიშვილი უკვე რო აღარ მოეწონა თავის იმაში გემოვნებაში რო აღარ ჩაჯდა მე გამოვიდა და ასეთი რაღაცა განაცხადა რომ თურმე სალომე ზურაბიშვილის წინაპრები ფაშისტებთან თანამშრომლობდნენ თურმე ეს დიდი პატრიოტი ხალხი მანამდე თურმე ამ დედამოწყუნიშვილმა ეს არ იცოდა თურმე არ იცოდა ეს ასე არ იყო ეს ბოზიშვილი ამ ყველაფრის რა ხო ამიტომ რაც არ უნდა ესე იგი ნაგავი აყაროთ აი რაც არ უნდა შეეცადოთ ისტორია წაშალოთ და ხო აი 100%-ით ყველაფერი თქვენ ხელშია ინფორმაცია თქვენ ხელშია საინფორმაციო საშუალებები თქვენ ხელშია ფული თქვენ ხელშია სახელმწიფო ინსტიტუტები თქვენ ხელშია ყველაფერი თქვენ ხელშია და ყველაფერს აკეთებთ იმისთვის რომ თქვენთვის ერის საწინააღმდეგო ტყუილში აცხოვროთ ერი ამდენი ხანი აი ნახევრად სიმართლეში ან ნახევრად ტყუილში და ასე მაინც არ გამოგდით ეგ ყველაფერი არ გამოგივათ იმიტომ რომ სიმართლე თვალის სინათლეა და ბოროტის საქმე დღის სინათლეს ვერ საწაუა თუ დასამალად დედამიწა გადაეფაროს ამას ჯერ კიდე შექსპირი ამბობდა რომ რომელ საუკუნეში რა ვიცი თუ გაქვს მაგდენი წაკითხული გეცოდინება ხო და აი ისე ვერ წაუა თქვენი ისა რა ქვია ბოროტის საქმეები დღის სინათლეს ადრე თუ გვიან ქართველი ერის მიმართ რაც გაქვს ჩადენილი და აი დღეს რო თურმე ქოცების მინისტრი არის ერთი აი ესა დაღლილ ვირს რო გავს ეს ეკონომიკის ყოფილი მინისტრი და მანამდე სოფლის მეურნეობის მინისტრი დღეს თურმე თავისივე კოდლას დაუბარებია უშიშროებაში იმაზე რა ქვია გამოძიება მიმდინარეობს თურმე და ახლა ეთყობა ამას აქ რაღაცა ცოდვა ჩადენილი და არა აქვს ოფშიაქში იმდენი ფული მიტანილი რამდენი ფულიც უნდა მიეტანა ჯერვის გასვოთ ამის გაკეთებული საქმე პარზე ვენო კი იყო ხმა ამოღებული და ამას ებარა ქვეყნის ეკონომიკა მე შენ ბოზიშვილო თავის დროზე გითხარი ცაგერში როდესაც ვიყავით შენ და თურნავა რო იყავით მაშინ სოფლის მეურნეობის მინისტრის პოსტი შენ გეკავა და თურნავას ეკონომიკის პოსტი ეკავა მინისტრობის პოსტი და გითხარი რომ სულ ეს დრო არ იქნება მეთქი მოგადგებიან თქო
მაგრამ ახლა ჯერ შენი კლანი მოგადგა. ისე როგორც მიადგა კლანი ღარიბაშვილს, ისე როგორც მიადგა კლანი იმას ლილუაშვილს, გოგაშვილს, გახარიას, ეს ჯერ კლანური გარჩევა არის. ეს ჯერ კლანური გარჩევა, ეს ზღვაში წვეთია, ეს არაფერია. და ის ნავთობის და გაზის კორპორაციის ის რო ყავდათ, რა ქვია? კიდე მიყვანილი იქ თურმე გამოკითხვაზე, რა თუნდა ბიჭო იმას გამოკითხვა. საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია ეს იყო, აი როგორ გითხრათ, იცი? აი ბოზების თავშესაყარი იყო. ბოზების თავშესაყარი. ოდითგანვე მოყოლებული თუ ვინმე ჩათლახიდან ადრე კომუნისტებს ჰქონდათ ასე ცეკას მდივნების ცოლები რო იყვნენ ერთად სადღაც შეკრებილი. აი ისე იყო ეს ნავთობის და გაზის კორპორაცია. იქ იყო შეკრებილი იმის რა ქვია იზორიას ცოლი, იქ იყო შეკრებილი გოგაშვილის ცოლი, იქ იყო შეკრებილი ქოცების მთელი ეს გამправებელი მდედრები ნინოია, ჯღარკავა და იღებდნენ უზარმაზარ ფულებს, უზარმაზარ 5000 ლარი, 6000 ლარი ხელფასები. აი ერთადერთი მაგათი დანიშნულება იყო ეს რომ იმის ცოლი არის და ამიტომ ქმარი თუ არის მინისტრი ცოლსაც უნდა სამსახური. ხო და ეს არის მილიონები გაწერილი იქ და იქ მიდიოდა ესა რა ქვია ჭორაობა და ხო იცი საერთოდ თუ რამის გაგება გინდა სოფელში წყაროზე უნდა გაიგო და ქალაქში იმაზიმში უნდა გაიგო რა ქვია საროსკიპოში და საუნებში ლაპარაკობენ სიმართლეს ბოზებთან და აი ისე იყო ეს ამათი ცოლები შეკრებილი იქ და იმაშობოდნენ რა ქვია ჭორაობდნენ და ეს პირველ ქალობათ და პირველი მათ მოქონდათ თავი. და ეს ნავთობის და გაზის კორპორაციამ დააქცია ქვეყანა. და მათმა აქტივმა დააქციეს ქვეყანა და მოადგენ ახლა ამას ამ ბოზიშვილს მოადგენ რომ ეთყობა ბევრი ფულია გაფლანგული და ბიძინას ჯიბეში არაა იქ ბევრი რამე ჩადებული, ხო? ხო და ასე რომ ალბათ ამასაც ჩაავლებენ. ალბათ ამასაც ჩაავლებენ და ალბათ შეაგდებენ ერთი ალბათ 4-5 წლით და მერე გამოუშვებენ ალბათ 2-3 წელიწადში და ისე ეს სისტემა ხუინდრავასაც მიადგება ადრე თუ გვიან. ისე როგორც მიადგა თავის დროზე სააკოვის სისტემა, რომლის მინისტრიც იყო. ახლა რო ლანძღავს და ახლა რო არ მოწონს თურმე და თავს რო დებს ისა რა ქვია დიდ პატრიოტობაზე და დიდ ვაჟკაცობაზე და დიდ იმაზე 2004 წლის უბედურებები რო ხდებოდა ცხინვალში მაშინ იყო მაგი კონფლიქტების მინისტრი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და იქ აი გემრიელათაც სხურპირში მოხვდა ხუინდრავას. იმიტომ რომ ჯერ შეყარეს ჩვენი ისა რა ქვია ჩვენი ბიჭები იმაზე რა ქვია წვერიახოს სიმაღლეებზე დაუყენეს ხელის გულზე დაუყენეს ტრებს რომ დაებომბათ და დანაკარგები ჰქონდა და მე მიეთრია იქ და всё რა ქვიაო ცეცხლიო არ გახსნათო თქვენო ამის ჩვენ ჯარისკაცებს ეუბნებოდა რომ თქვენო თავდაცვის მიზნითაცო ცეცხლიო არ გახსნაო და ძლივს გამოთყავეს ხელიდან ის ბოზიშვილი იმას ახლა რომ თავს დებს იმაზე დიდ კაი კაცობაზე ეს ნაბოზვარი ღორისთესი. აი ესა აი ამ ცოდვებითაა დამძიმებული ქვეყანა, აი ამ ცოდვებში ცხოვრობს. რამდენი ფულიც არ უნდა იშოვოს, რამდენი ფულიც არ უნდა კონდეს. ბიძინა ივანიშვილის უსამართლობა იმნაირი რაღაცა არის, ადრე თუ გვიან მაინც იფეთქებს. იფეთქებს და მოგადგება ძალიან ცუდად. მაგრამ ისე კი არ მოგადგებიან, მე ეს ცოტნესნაირი ისე გირჩელები რომ მოგადგენ, რა ქვია, ბრძოლა რო არ შეუძლიათ და შარვის ჩახდა რო გმირობად მიაჩნიათ და ესა რა ქვია დაბოლება რომ ნომერ პირველი უნდა იყოს ახალგაზრდებისთვის და ეს რა ქვია გასაბერ ეკლესიაში რომ უნდა იაროს. მოგადგებათ გაშიმშილებული, გაძვალტყავებული, მოტყუებული, გაწმილებული, სულში ჩაფურთხებული, თქვენ ხელში გამწარებული ქართველი ერთ და მოგიტყნავთ დედისტრაქს. და პირველ რიგში ხუინდრავას უნდა მოეწყნას პატრონი. აი ეს არის ყველაზე დიდი ქვეწარმავალი ბიძინა ივანიშვილთან ერთად. აი ამის თქმა მინდოდა რა. რაც არ უნდა მალოთ და რაც არ უნდა გადაწეროთ ისტორია, ყველაფერი კარგად იცის და ახლა 21 საუკუნეა და ისი არ ხდება რომ ერთი წიგნი რო დაიწვას ვინმეს დაავიწყდეს რაღაცეები რა. ყველაფერი კარგად იცის და თქვენ ბიჭო თქვენ ხართ გაოხრებული, თქვენ ხართ აყროლებული ელიტა. აი როგორ გითხრათ იცით? ესე იგი ზვიად გამსახურდია რომ დაამხეს და ეს ბოზიშვილები რომ მოვიდნენ ხელისუფლებაში მოვიდა ყველა ესეთი გაოხრებული ადამიანი. თავიანთი ოჯახებით, თავიანთი ცხოვრებით, ისეთი რომელიც ხავდა შევარდნათ ეს მოკრებილი ეს ხალხი. ხო და დღეს რო აქ ერთი ამბავი ატყდა რომ თურმე ჟვანიას შვილი თურმე მკვლელობის შემკვეთი ყოფილა და თურმე
ჟვანიაშვილი მონაწილეობდა იმაში, რა ქვია. და ვინმეს გაუკვირდა? რა ნაბოზარიც იყო, ზურაბ ჟვანია და რა ჩათალახიც იყო, ისეთი შთამომავალი ეყოლებოდა და ისეთი ნაჩათალახარი იქნებოდა, როგორიც არის. ისეთი იქნება სააკაშვილის მოდგმა, ისეთი იქნება შევარდნაძის მოდგმა, ისეთი იქნება ივანიშვილის მოდგმა და ასეთი ეკაზე ვარდი არ ამოდის არასდროს. ასე რომ ადრე თუ გვიან ყველას მოგადგებათ სამართალი. და მანამდე სიცოცხლეში სანამ დამპალი ცხოვრება გააქვთ, თქვენი თვალებით უნდა უყურებდეთ, რომ ხალხი დედის პროჭს როგორ გაგიგებს და როგორ გეძახიან მოღალატეს. ხო, შენ ხუინდრავა და კოლექტიურ ხუინდრავებს. და ბოლო რანაირი უნდა გქონდეთ, იცი ბიძინა ივანიშვილის თამადობით? ჩაუშესკუს რო ქონდა, აი ისეთი უნდა გქონდეთ ყველა დედამოწყნულ ქოდს, ეგეთი ბოლო. გამოგიყვანოთ ქართველმა ერმა. გაგასამართლოთ ქართველი ერის მიმართ ჩადენილ გენოციდში 20 წუთი გაგრძელდეს ეს ყველაფერი, მიგაყენოთ კედელთან და მიგახვრიტოთ, მოგიტყნათ გამზდელი და დაისვენოს ქართველმა ერმა აი ამდენი ქვეწარმავალი სისხლის მწოველისკენ. კოჰაბიტაცია, თავზე ხელის გადასობა, ტრაქზე ხელის გადასობა და აბა ბიჭო ასე გინდა ცხოვრება. დარწმუნებული ვარ, რომ ადრე თუ გვიან ეს მოხდება. მე არ ვიცი ვინ მოყვება ამ ბადეში, მაგრამ რა თქვენ ბიჭო ჩვენი გაჭირვებული ერისთვისა გაქვთ. გაკეთებული და როგორც თქვენ ქართველი ერი გეზიზღებათ, ამას ადრე თუ გვიან ისეთი პასუხი მოყვება, რასაც იმსახურებთ რა. კოლექტიური ხუინდრავების თამადობით. მოგიტყავთ ხოცებს გამზდელი, სულ ყველა ხუინდრავას მარჯვენა ხელს, ყველა ხუინდრავასავით გამპრავებელს, ყველა ტაშის მკვრელს, ყველა ბიძინაზე მლოცველ მადიდებელ ადამიანს, თქვენ კი სერზე არის არაბების ჩამოთესლებას, თქვენ კი სერზე არის დაკანონებული უსამართლობა, თქვენ კი სერზე არის საგდრისის დანგრევაც, აბსოლუტურად ყველაფერი თქვენ კი სერზეა, იმიტომ რომ თქვენაირი მონები რო არ ყავდეს ბიძინა ივანიშვილს და ქოც დამპალს სიტუაციას ამდენი ხანი ვერ იბლატავებდნენ იქ, სადაც ყრიან და ბლატაობენ. აეგა დანარჩენს საღამოს გვექნება და ვიცი მე ვინვის მხარეზეა და ვინ რის მხარეზეა, მე ვიცი ერთი რაღაცა, რომ სიმართლე ერთ მხარეზეა და მეორე მხარეს არიან ეს ბოზიშვილები. კაცის მკვლელები, ქვეყნის დამაქცევრები, გამძარცველები და ფულის გულისთვის საკუთარ დედასთან დამწოლი ხალხი. ხუინდრავას თამადობით. დაშევეცი შენი და შენზე კაის მთქმელის და თქვენი პუჩისტი დედაშევეცის უყველასი რა, დიდი ამპატარიანად, ვინც საქართველოს მომავალს ესროლით რა. და ვინც დღემდე, აი ამ დრომდე 2026 წელსაც 100 აგრძელებთ ცხოვრებას, იმიტომ სხვანაირად არ შეგიძლიათ, რომ დედაჩემი ბოზიაო, ამას ვერ იტყვით. და ვერც თქვენი შვილები ვერ იტყვიან, რომ მამაჩემი ბოზი იყო, მაგრამ თქმა არ ჭირდება, ბოზები და დედამოწყნულები რო ხართ, ყველამ კარგად ვიცი. ნაბოზო არის ეს. ხარ რა ვიცი, შეუკვეთია მკვლელობა და უბედურება და ეს აბა ახლა ზურაბ ჟვანია პედერასტიშვილი რა იქნებოდა ახლა? რა იქნებოდა? ჟვანია არ იყო პუჩისტი? ჟვანია და მისი ნაბოზარი ხალხი არ ებრძოდა ეროვნულ ხელისუფლებას? დედაძაღლები იყვნენ ერთი მეორის მიყოლებით, მაგენის უყველა მიიტანდა, ბოზიშვილი მიუტანდა ვარდებს, აბა რას იზამდა? იმიტომ რომ სალომე ზურაბიშვილი დედას იტყნავდა მაშინ, წიოდა და კიოდა და კავკასიის ჰუსეინი დავამხეთო და აქ საფრანგეთში მისი ლობირებით გაზეთი ლემონდი წერდა ისეთ სტატიებს, რომ თურმე ზვიად გამსახურდია ოსებს ერთ შვილზე მეტის გაჩენის უფლებას უკრძალავდა. ეს ბოზიშვილი ეს და ეს ბოზიშვილები დაამხეს ქვეყანა, მოკლეს კაცი მიითვისეს, ჩაიდეს ყველაფერი და მაგათ ხელშია. რა კანონი, რის კანონი? ამა თუ დედა არ მოეთყნათ ამ ქვეყანას არასდროს არაფერი არ ეშველება. ეგაა სიმართლე. კარგად ვწანდებოდეთ. ელოდებით საღამოს.